ბევრი თემაა. სასაუბრო ვიქტორ ყიფიანი, GeoCase-ის თავმჯდომარეა ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თემა ბევრია, რესპონდენტი ერთი ვარ. რესპონდენტი ერთი, მაგრამ მრავალმხრივი და საინტერესო. აქვე ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ეს არ არის ქათინაური რეალობა არის. მოკლედ, დავიწყოთ აი ამ ცვლილებების უმნიშვნელოვანესი ფიგურები, სამი უმნიშვნელოვანესი ფიგურა და დასაყრდენი, სხვადასხვა დროს დასაყრდენი, ხო ვერ ვისაუბრებ ღარიბაშვილზე, ბოლო პერიოდის ღარიბაშვილზე ვერ ვიტყოდი ამას, თორემ თავის დროზე, როგორც პრემიერი ღარიბაშვილი, როგორც სუსის ხელმძღვანელი ლილუაშვილი, როგორც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი გომელაური, ბიძინა ივანიშვილისთვის სამი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, როგორ ვამბობთ ხოლმე, ზვიგენი ხომ, რასაც ეყრდნობოდა ის როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელი, რაც შეიძლება ნიშნავდეს ამ ადამიანების ცვლილება. ნუ თუ ბიძინა ივანიშვილისთვის პიროვნებები არაფერს ნიშნავს და რა აქვს მნიშვნელობა გომელაური იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი თუ გელა გელაძე, სუსის უფროსი ლილუაშვილი იქნება თუ ოხანაშვილი. დიახ, არის ესეთი მოსაზრება, რომ ბატონი ბიძინა არის სიტუაციური მიდგომების მომხრე, როდესაც თქვათ კონკრეტული პიროვნება თავის ფუნქციონალს მისი შეფასებით ამოწურავს. შეიძლება მან ეს ჩანაცვლება გააკეთოს ნორმალურ ვითარებაში, შეიძლება ეს ნორმალური იყოს, მაგრამ ამ სიტუაციაში შეიძლება ჩვენ ასე ავხსნათ. მე გითხარით კიდევა წინა ეთერის პერიოდში, რომ ჩემთვის ლილუაშვილის გაშვება ძალიან ესეთი ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი იყო, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ და მგონი უმცირესობაში არ ვარ ლილუაშვილი ერთგვარ ეს ვთქვათ სტაბილიზატორის თუ ვთქვათ გამაწონასწორებელის ფუნქციას ასრულებდა. ნაკლებად ალბათ ამერიკელებთან ურთიერთობაში. ჩემი აზრით თვითონ სისტემაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მათი აღსრულების პროცესში და თან ეს იყო ერთგვარი სწორი აღნიშნეთ თქვენ ხიდი დამაკავშირებელი ამერიკულ მხარესთან. ჩვენ ისიც აღნიშნეთ, რომ მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი არაერთის გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულებისა, ამერიკელების შეფასება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მათი თანამშრომლობის მეტწილად ყოველთვის პოზიტიური იყო. ეს ტრანსნაციონალურ დანაშაულს შეეხებოდა ტერორიზმს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს ხომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლილუაშვილი ინარჩუნებდა საკუთარ პოზიციას აი იმ პერიოდზე, რაზეც ახლა დავკონკრეტდები, მან მაინც ვერ შეძლო ბოლომდე აი ამ დამაბალანსებლის როლის შესრულება. გულისხმობ მაგალითად ობრაიანის სურვილს შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს, რაზეც ივანიშვილისგან უარი მიიღო. შემდეგ ივანიშვილი ამბობს, რომ როდესაც ნაწილს მისი ფინანსების ასე ვთქვათ ბლოკი მოეხსნა, მას თავად ჰქონდა სურვილი შეხვედროდა ამერიკის ელჩს და ამერიკის ელჩმა რამდენიმეჯერ გარკვეული ასე ვთქვათ მიზეზი მოძებნა, რომ თავი აერიდებინა ამ შეხვედრისთვის. ნუ ეხლა როგორც ხედავთ 22-ში ჰქონდა დანი განს მცდელობა და 22-ში ლილუაშვილი უკვე ვეღარ იქნებოდა აი ამ ხიდის როლის შემსრულებელი. როცა იყო მაშინ რატომ ვერ მოახერხა იმდენ, რომ ეს შეხვედრები შემდგარიყო. იქნებ აქამდე არ მისულიყო ამ კატასტროფულ ვითარებამდე არ მისულიყო ურთიერთობა ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის. ქალბატონო ემა, არც მე არც თქვენ არ ვართ იმ სამზარეულოში შესულნი, რომ ესეთი დასკვნები გავაკეთოთ, ჩვენ უბრალოდ დაშვებას ვაკეთებთ. ეს დაშვება არის ზედაპირული ინფორმაციაზე დაყრდნობით საომარი მდგომარეობის დროსაც მხარეები ინარჩუნებენ, ეს ნორმა არის გარკვეულ საკომუნიკაციო ხიდს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაში მას ფაქტობრივს უწოდებთ თუ როგორც ეს ხიდი უნდა ვინმეს უნდა შეენარჩუნებია და ასე იკვეთებოდა ყოველ შემთხვევაში რა რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სწორედ ასეთი დამაკავშირებელი ფიგურა იყო. ასე იკვეთება. და ჩვენ ვთქვით კიდევაც მისი ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერე მათი ვიზიტები და კონტაქტები, ალბათ ეს ყველაფერი ერთად თავს უყრიდა მის განსაკუთრებულ როლს და მისიას. ახლა სიმართლე რო გითხრათ, ჩემი თავი დავიჭირე, რომ
მე არც მიდობილობა მაქვს გაფორმებული ლილვაშვილის სახელით და ესე რომ მისი ადვოკატირება გავწიო ახლა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ფაქტებიდან გამომდინარე ჩვენ ერთამაზე ვთანხმდებით, რომ სისტემა მთლიანობაში არის უაღრესად მანკიერი, მაგრამ ამ მანკიერ სისტემაშიც არის ხო გარკვეული როლებისა და ფუნქციების გადანაწილება. ზოგიერთის როლი არის შედარებით უფრო კეთილხმოვანი. ზოგიერთის როლი არის ნაკლებად კეთილხმოვანი. ალბათ ბატონი გომელაურის ფუნქცია, ლილვაშვილის ფუნქციას ამ ხარისხით ვერ შეედრებოდა, მაგრამ იკვეთება, რომ ის გარკვეული საყრდენი იყო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ახლა რას უკავშირდება ეს ძალიან რთული არის აქაც გადაჭრი თქმა, მაგრამ შესაძლოა ფონის გაკეთილშობილებას გარკვეულწილად, რომ ახალი შესაძლებლობები გაიხსნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თქვა კომუნიკაციის დასამყარებლად შესაძლებელი არის და შესაძლოა არის ბატონი ვახტანგის განთავისუფლება, უпроსორეთ მისი პირადი განცხადების წასვლა სწორედ უკავშირდება იმას, რომ ადამიანი, რომელიც სანქცირებული იყო და რომელთან საუბარი პრაქტიკულად კანონის ენით არის შეუძლებელი, ალბათ ასეთი ფიგურების ჩანაცვლება თანდათანობით მოხდება შედარებით უფრო კეთილხმოვანი ფიგურებით. ანუ რაც ამბობენ სუფთა ფურცლიდან, რომ ამას გულისხმობენ, რომ გააჩნია ვინ რა სუფთა რეპუტაციის გულისხმობ სანქციების თვალსაზრისით და იმ მიზეზების, რასაც მოყვა ეს სანქციები, აი ამ ადამიანების მოყვანას მათ ნაცვლად დასანქცირებულების ნაცვლად. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს შეიძლება კონდეს თავისი განსაზღვრება და განმარტება, რას ნიშნავს სუფთა ფურცელი. ჩვენ დასავლელ პარტნიორებს შეიძლება კონდეთ თავიანთი განმარტება რა არის სუფთა ფურცელი. მე და თქვენ შეიძლება კონდეთ ჩვენი განმარტება რა არის საერთო ფურცელი და ეს განმარტებები შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ეს რომ სუფთა ფურცელი ჩვენ რომ იცით აი რეალურად სუფთა ფურცელზე ვსაუბრობდეთ ქართული ოცნების მხრიდან და საპატიო თავმჯდომარის მხრიდან. ამ შემთხვევაში მარტო საკადრო ცვლილებებით კი არ შემოვიფარგლებოდით, არამედ გაცილებით უფრო ძირეული ცვლილებებით და გადაწყვეტილებებით, რასაც ჩვენ ვერ ხედავთ. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, აი სამხედრო ტერმინოლოგიით რო ვიმჟელოთ, ეს გარკვეული რეკოგნოსცირება არის, რომ გაიხსნას ან გაკეთილშობილდეს ფონი, არა გაუმჯობესდეს რადიკალურად, არამედ რაღაცას თქვათ, მან ერთგვარი იმზიდველობა შეიძინოს ამ საკომუნიკაციო არხის აწარმოებლად. ალბათ ეს არის ასე შეიძლება ჩვენ ასეთად ჩავთვალოთ. ანუ სიტუაცია უნდა მომწიფდეს იმისათვის, რომ თუნდაც ამ ტიპის შეხვედრა შედგეს, რაზეც ივანიშვილმა უთხრა ელჩ დანიგანს და არ ვიცი, ეს ჩემი ვერსია, თუმცა ეს ვერსია ბევრს აქვს, რომ არა ტრამპის მისალოცი წერილი, რომლის ადრესატიც იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამაზე ქართული ოცნების მცდელობა დაეწერათ პოლიტიკური ქულები, ეგება და ამერიკის შეერთებულ შტატებს არც გაევრცელებინა საჯაროდ ის ინფორმაცია, რომ უშედეგოდ ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. თქვენ კარგი არის ახლა ეს კომუნიკაციის თემა რომ შემოიტანეთ, იმიტომ რომ ეს ერთგვარად გვეხმარება ჩვენ იმ განმარტებაში თუ რა არის სუფთა ფურცელი და რა არის რეალური გადატვირთვა. ის რასაც შეიძლება ქართული ოცნების მესვეორები აკვალიფიცირებდნენ როგორც გადატვირთვისკენ გადადგმულ მცდელობას, განხორციელებულ მცდელობას, ეს შეიძლება არასაკმარისი იყოს ამერიკული მხარისათვის და შევმაშველეთ თქვენ ძალიან კარგად აი ეს განმარტება. ესე იგი ჩვენ სამი სხვადასხვა კომუნიკაცია ვიხილეთ ბოლო პერიოდში. პირველი იყო მარკო რუბიოს უაღრესად ნეგატიური წერილი, შემდეგ იყო ტრამპის მოსალოცი, პროტოკოლით დაცული ტექსტი, რომელიც საინფორმაციო ომის პირობებში ძალიან ჩაჭიდებული იქნა ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებამ სიცხადე შეიტანა ვითარებაში და ის ერთგვარი ბულდოვნობა, რომელიც წარმოშვა ტრამპის წერილმა, რომ თითქოს და იყო ასეთი მზაობა, აქ მგონი ყველა კითხვა გაცხადდა. რომ არსებობს ასეთი წერილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ არ უარყო, უბრალოდ მე მეცაც გეტყვით, აი, როდესაც ტრამპის ამ მისალოც ბარათზე იქნა გარკვეული კონსტრუქციები ბოლოდინების კუთხით აგებული, მე გამახსენდა და ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ, რომ
ანალოგიური თქვათ მისალოცი საახალწლო იყო ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან კობახიძის მისამართი. ან თქვენ იმ ვერსიას იზიარებთ, რომ არსებობს ასეთი ტექსტის შაბლონი და შესაძლებელია ასე ვთქვათ. მე არ გამოვრიცხავ ამას, არ უბრალოდ ერთი მაგრამ ენთერის დაჭერით გამოიგზავნა მიხეილ ყაველაშვილთან. უტრირებაც არ მინდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო, აი ეს სტაფერების აპარატი, თქვათ, ეს შიდა სამზარეულო ხშირად როგორც მუშაობს, ამას ასეთი დაშვება ჩვენ შეგვიძლია თამამად გავაკეთოთ. მაგრამ ვიმეორებ, განა ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთებულმა გამოგზავნილმა ბარათმა ნატოსადმი ჩვენი პერსპექტივები გახსნა, ან ნატოს წესრიგში საქართველოს უფრო უკეთ მოიცვა, ხო ასეთ განვითარება არ მოხდარა. და კიდევ ერთი რაც მე ასევე შეგახსენებთ მარტში დანიგანისა და მაკაბოჭორიშვილის შეხვედრა. სხვადასხვის ეს შეხვედრა, რომელსაც ორი განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა საგარეო უწყებამ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში ასევე იყო საუბარი, რომ დანიგანმა დაასახელა ის ნაბიჯები, რომლებიც რეალურად ხელშეუწყობდა ამ ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა მე ისევ ამ თეზას უტრიალებ, რა არის გადატვირთვის საწყისი და რა არის ეს სუფთა ფურცელი. ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს ქართული ოცნების მხრიდან გონია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ჩანაცვლება, ან სუსის ხელმძღვანელის ჩანაცვლება, ან სხვა ესეთი საკადროცვლილებები შეიძლება აღმოჩნდეს საკმარის წინაპირობად, რომ გაიხსნას კომუნიკაცია და მოხდეს რეალურად ამ თემაზე საუბარი. ამერიკული მხარე ამას ასეთად არ მიიჩნევს. ხო, შეეძლო ბიძინა ივანიშვილს მოესმინა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან უშუალოდ მარკო რუბიოს დანაბარები, ანუ ის პირობები, რაც გახსნიდა აი ამ სივრცეს საუბრისას. სხვა შორის ჩნდება შეკითხვა, რატომ არ დათანხმდა ელჩი დანიგანი ალტერნატიულ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას შეხვედრისას ირაკლი კობახიძესთან. იქაც ხომ შეიძლებოდა აი ამ პირობების თუ მოთხოვნების გაჟღერება? გეთანხმებით ორივე განცხადებაში, პირველ რიგში გეთანხმებით იმაში, რომ თუ შენ ასე ვთქვათ საქვეყნოდ გამოგაქვს ეროვნული ინტერესების საკითხი და ასე ვთქვათ ამაყობ ქვეყნის სუვერენიტეტის არნახული აღმასვლითა და გასაოცარი ოქროს ხანითა და რენესანსით საქართველოს ისტორიაში, თუ ხედავ რომ არის ასეთ მსხვილ მოთამაშესთან და გლობალურ მოთამაშესთან გარკვეული გაუგებრობა, შენ ეს სხვა პირობებს არ უნდა დაუკავშირო. ეხლა ჩვენ თანხის თემა ფაქტიურად ერთი და იგივე ფირფიტა ტრიალებს უკვე წლების განმავლობაში. თუ ამ ფირფიტის ტრიალი კიდევ საინტერესო მოსასმენი იყო 2 წლის წინ, დღეს მე ფიქრობ, რომ ეს ხმა ცოტა გაძველდა და მოზველდა და ეს ვთქვათ იმდენად მიმზიდველი და საინტერესო და დამაინტრიგებელი არ ჩანს. ამდენად შენ ალბათ უნდა დადგე ამ პრინციპში წერილში საუბრობს კიდევაც ბატონი ბიძინა, რომ ას არ უნდა ამ ორი თემის დაკავშირება და თუ ამ ორი თემის დაკავშირება არ უნდა და მაშინ მით უმეტეს ასეთი კომუნიკაცია უნდა შემდგარიყო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოისმინე იქნება არის რაღაც პერსპექტივა და შემდეგ უკვე შეგიძლია შენ მის რეალიზებას მიიღო. ეხლა მეორე ნაწილი, რატომ არ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატები პრემიერ-მინისტრს, პრემიერ კობახიძეს. ნუ თუ ასეთი შეთავაზება იყო, ალბათ სასურველი არის, რომ ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც დამატებითი განმარტება მოახდინოს, რატომ უარყო, თუ ასეთი შეთავაზება იყო. თუმცა მეორე მხრივ ვიცით, აი ამ განმარტების გარეშე ჩვენ შეგვიძლია ასე ლოგიკურად წავიკითხოთ ვითარება. ჩვენთან არის მმართველობის ფორმა, რომელსაც ქვია საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში მთავრობის ფორმირება ხდება მეტად უცნაური და უნიკალური წესით. ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების პირობებში, რომ პრემიერს კი ამტკიცებს პარლამენტი, მან დობა უნდა გამოუცხადოს სამთავრობო პროგრამას და შესაბამისად დაამტკიცოს მთავრობა, მაგრამ ის პრემიერი ამავე დროს ქართული ოცნების პირობებში არც მეტი და არც ნაკლები უნდა იქნეს წარდგენილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ. ანუ ეს დამატებითი რგოლი ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაში არის ძალიან ცხადად შემოსული ქართული ოცნების წესდების მიხედვით. აქედან გამომდინარე შეიძლება ჩვენ ლოგიკურად დავასკვნათ, რომ ამერიკული გადმოსახედიდან ვისაც სიტყვა ეთქმის, ვისაც რეალური გავლენა აქვს, ეხლა მანამ სანამ წესდებაში ესრულება შევიდოდა, მაშინაც განსაკუთრებულ საიდუმლოებას აწარმოადგენდა, რომ
ბატონი ივანიშვილის ხელში იყო მართვისა და გავლენის ბერკეტები. ეხლა როდესაც ეს გაცხადდა წესდებაში ნეტად ამ უნიკალური და ორიგინალური ჩანაწერით, გასაგები არის, რომ მათ სურვილი ჰქონდა დალაპარაკებოდნენ ისეთ ადამიანს, რომელსაც რეალურად შეუძლია გავლენის მოხდენა. მიუხედავად ჩემი პირადი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა ამა თუ იმ პრემიერის მიმართ, ამ სისტემაში, ამ პრინციპების გათვალისწინებით, ამ კულტურის გათვალისწინებით და იმ ჩანაწერის გათვალისწინებით, ნებისმიერი პრემიერი არის პრაქტიკულად, ახლა არ მინდა ცუდად სხვა სიტყვას ვე, შიკრიკის ფუნქციის მატარებელი. ალბათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ეს უკვე კარგად აქვთ ათვისებული, რომ შიკრიკთან შეხვედრაზე დროის დახარჯვა ფუჭი მცდელობა არის და ჯობია დაესაუბრონ უშუალოდ ამინდის შემქმნელს. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო თქვენთან საუბრისას, ერთხელ ჩემთან გადაცემაში სტუმრობისას რაღაცნაირად თქვით სალომე ზურაბიშვილზე, უბრალოდ სურვილი გამოთქვით, რომ მას რაღაცნაირად ორბელიანების სასახლის სინდრომი ჩამოეცილებინა და ეფექტი ჩამოეცილებინა და უფრო ასე ვთქვათ აქტიური ყოფილიყო მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში. აი ძალიან საინტერესოა, მას შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე, მით უმეტეს სულ ახლახანს იყო 26 მაისის ღონისძიება, პოლიტიკური სიტყვა, რომელიც მან თქვა და მოწოდებები პროსტორეთ, რომელიც ოპოზიციაში ბევრისთვის ბუნდოვანი დარჩა, ნაწილმა ეს ყველაფერი აიტაცა და მზად არის იმუშაოს ამ თემაზე. ვგულისხმობ პოლიტიკურ ალტერნატივას და ვგულისხმობ კოალიციური მთავრობის მოდელს. აი, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ რაღაცნაირად ოპოზიციის ასე ვთქვათ, სრული შემადგენლობის თუ არა, უდიდესი უმრავლესობის თანხმება მაინც ამ კოალიციურ მოდელზე თანამშრომლობისა წინასაარჩევნოდ, რაც უნდა გახდეს ბუნებრივია წინაპირობა უკვე არჩევნებში მოგების შემთხვევაში რაღაცნაირად ცოტა უკან დახიონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები აი ამ საერთო საქმის საპირწონეთ. ქალბატონოებმა 26 მაისის ღონისძიება მე პირადად არ მიმაჩნია წარმატებულ დემონსტრირებად იმ პროტესტისა, რომელიც საზოგადოებაში არის. გავიმეორებ კიდევ ერთხელ განა პროტესტი სადმე გაქრა და წავიდა, მაგრამ 26 მაისმა უჩვენა ის ძალიან სერიოზული ნაპრალი ნდობის კუთხით, საჯარო ლეგიტიმაციის კუთხით, რაც არსებობს ოპოზიციასა და საპროტესტო განწყობებს შორის. მეორე საკითხი ვიმეორებ, რომ ოპოზიციის არსებობა არ ნიშნავს რეალური ქმედითი ალტერნატივის არსებობას. ამდენად მე მივესალმები ქალბატონის სალომეს გამოსვლაში ამ სიტყვის აქცენტირებულად გამოტანას ალტერნატივა. მე მგონი ჩვენ ახლა ამ სიტყვას უნდა ჩავეჭიდოთ და რამენერად უნდა ვცადოთ, რომ ეს სიტყვა შეივსოს რეალური შინაარსით. მე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, მე არ დამიმალავს ეს ჩემი განწყობა და დამოკიდებულება, რომ არსებულ ოპოზიციურ სპექტრს აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინდივიდებზე, ძალუც რომ შეავსონ ეს სიტყვა ალტერნატივა კონკრეტული შინაარსით. ამდენად თუ ეს მოწოდება რეალური ალტერნატივით პოლიტიკურ ველზე შემოსვლისა გარკვეულ გაგრძელებას პოვებს, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე არსებითი საკითხი, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ მეჩვენება, რომ გარკვეულწილად აი მოდუს ვივენდი, ანუ საოპერაციო რეჟიმი შეიმუშავა არსებულ ოპოზიციურ სპექტრთან, ის ძალიან კარგად ხედავს, რომ პლუსებთან ერთად არის მნიშვნელოვანი მინუსები, რომლებიც პრაქტიკულად აი ხელს უწყობს იგივე ქართული ოცნების პოლიტიკური ჟამის გახანგრძლივებას, მაგრამ რეალურად ოპოზიციაში ვერ ხედავს ალტერნატივას. აი როგორი უნდა იყოს ეს ალტერნატივა, როგორი უნდა იყოს ამ ალტერნატივის კონკრეტული შინაარსი და კონტური, ჩემი აზრით ამ ალტერნატივის ფორმირება, ჩემი აზრით შეიძლება მოხდეს არსებული ოპოზიციური სპექტრის მიღმა და არა არსებული ოპოზიციური სპექტრის წიაღში. მადლობა, ვიქტორ ყიფიანს, ჯეოკეისის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეს ჩვენ საუბრობდით ახლა